მოგესალმებით. ყოველდღიურად მთელ მსოფლიოში ათასობით თვითმფრინავი დაფრინავს. ისინი ასრულებენ რეისებს მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეში. ერთი შეხედვით შეიძლება იფიქრო, რომ არ არსებობს ადგილი, სადაც თვითმფრინავი არ გაფრინდება, მაგრამ ეს ასე ნამდვილად არ არის. ასეთი ადგილი არაერთია, თუმცა ერთი მათგანი განსაკუთრებით ყურადღებას იმსახურებს. დღევანდელ ვიდეოში სწორედ ამ გასაოცარი ადგილის შესახებ გაიგებთ. ასევე მოგიყვებით სხვადასხვა გასაოცარ ისტორიას, რომლებიც ნამდვილად გაგაოცებთ. მოკლედ, წინ ძალიან საინტერესო ვიდეო გელოდებათ, ასე რომ კომფორტულად მოკალათდით და დავიწყოთ. მსოფლიოში ბევრ ადგილზე ფრენა იკრძალება, მაგალითად ნაწილობრივ ან სრულადაა აკრძალული ფრენა სომალის, ერაყის ან ლიბიის თავზე. ძირითადად ეს ის ქვეყნებია, სადაც მშვიდობა დარღვეულია. მაგალითად, თუ კი ჩვენ დავხედავთ თვითმფრინავების გადაადგილების რუკას, მივხვდებით, რომ ტიბეტის თავზე რეისები არ ხორციელდება. ტიბეტი საკმაოდ წყნარი ადგილია. იშვიათად აქაც ხდება არეულობა, თუმცა მსოფლიოს სხვა ადგილებთან შედარებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მშვიდობიანი ტერიტორიაა. რატომ არ დაფრინავს ტიბეტის თავზე არც ერთი თვითმფრინავი? საინტერესოა. ამის მიზეზი მისი გეოგრაფიაა. ტიბეტში ძალიან მაღალი მთებია. თვითმფრინავი საშუალოდ 12000 მეტრზე დაფრინავს. აქ კი ტიბეტში ჟანგბადის უკმარისობის გამო ატმოსფერული წნევა ხშირად ეცემა და ცვალებადია. ეს კი საფრენად არც ისე სახარბიელო გარემოა. ამიტომაც თვითმფრინავი, რომელიც ტიბეტის თავზე გადაფრინდება, შეხვდება საშინელ რყევებს, რაც არასასიამოვნოა როგორც მგზავრისთვის, ასევე რისკია სიცოცხლისთვის. თუმცა ეს არ არის განსაკუთრებით საშიში მიზეზი. ამის შესახებ ცოტა მოგვიანებით გაიგებთ. როგორც უკვე გითხარით, ტიბეტის თავზე ჟანგბადის სიმცირის გამო ატმოსფერული წნევა ცვალებადია და ფრენისას რყევები გარდაუვალია. ამისთვის კი საჭიროა, რომ თვითმფრინავი დაახლოებით 3 კილომეტრის სიმაღლეზე დაეშვას, რომ ჟანგბადი დარეგულირდეს, რაც თავიდან აარიდებს თვითმფრინავს რყევებს. მაგრამ ეს ტიბეტში არც ისე მარტივი საქმეა. ის მთაგორიანი ტერიტორიაა და აქ ასეთ სიმაღლეზე ფრენა არ არის მარტივი. ასე რომ პილოტს მოუწევს აარიდოს თვითმფრინავი მწვერვალებს და აქ უკვე საფრთხე იზრდება. თეორიულად პილოტმა რომ შეძლოს და აარიდოს თვითმფრინავი მთებს, ის იქ ვერ იპოვის დაშვებისთვის საჭირო ადგილს. ასეთი რამ რომც მოხდეს, აქ დახმარების თხოვნა რთული იქნება. ასევე აღსანიშნავია სირთულეებიც, რასაც ადგილობრივად ჰაერის დაბალი ტემპერატურა იწვევს. მოკლედ, ტიბეტი ეს ნამდვილი ჯოჯოხეთია პილოტებისთვის, მაგრამ ჩნდება კითხვა, რა უნდა გააკეთოს პილოტმა, თუ მას უწევს გადაკვეთოს ეს ტერიტორია. როგორც წესი, თვითმფრინავების შემოვლითი გზებით დაფრინავენ მსგავსი სახიფათო ზონების გარშემო. რეისები ხორციელდება ამ შემთხვევაში ინდოეთის გავლით, შემოვლითი გზით. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ სამხედრო თვითმფრინავები მაინც დაფრინავენ ტიბეტის თავზე, რადგან მათ აქვთ შესაბამისი აღჭურვილობა იმისთვის, რომ გაუმკლავდნენ ატმოსფერული წნევების ცვალებადობას. თუმცა საფრენი ხაზების რუკაზე სამხედრო თვითმფრინავების რეისები ხშირად არაა ნაჩვენები. ეს არც არის გასაკვირი. მთლიანობაში ტიბეტი ყველაზე საშიში ზონაა ფრენისთვის. პილოტები არასდროს დაფრინავენ მის თავზე. ჩვენი ვიდეოს შემდეგ ნაწილში მოგიყვებით გასაოცარ ისტორიებს ადამიანებზე, რომელთა ამბავიც უბრალოდ დაუჯერებელია. ასე რომ დარჩით ჩვენთან და უყურეთ ვიდეოს ბოლომდე. არსებობს უამრავი ადამიანი, რომლის წარმომავლობას დღემდე ვერავინ დაადგინა. თუმცა ამ ქალის ამბავი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია. 1970-იან წლებში ნორვეგიაში იპოვეს ქალის სხეული, ნახევრად გახრწნილი. ქალთან ერთად იპოვეს წამლების ყუთი, ლიქიორის ბოთლი, ბენზინის ჭურჭელი, ვერცხლის კოვზი და ნახევრად დამწვარი პასპორტი. პოლიციამ ვერ დაადგინა ქალის ვინაობა, მაგრამ გაირკვა, რომ რამდენიმე დღით ადრე ქალმა რკინიგზის სადგურზე 2 ჩემოდანი დატოვა. ჩემოდნებში აღმოჩნდა ქალის ტანსაცმელი, რამდენიმე პარიკი, ვერცხლის კოვზები, სათვალები და ჩანაწერების ბლოკნოტი რაღაც ამოუცნობი შიფრით. სპეციალისტებმა შიფრის ნაწილი გამოიცნეს და მიახლოებით დასკვნამდეც მივიდნენ. ქალი სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობდა 9 სხვადასხვა სახელი და გვარით. უამრავი წლის შემდეგ, უკვე 2018 წელს, ექსპერტები კვლავ დაუბრუნდნენ ამ საქმეს. მათ დაადგინეს, რომ ქალმა ცხოვრების დიდი ნაწილი გერმანიაში გაატარა. შემდეგ როგორღაც შეადგინეს ფოტორობოტიც. ამ ეტაპზე საქმეში წინსვლა აღარ არსებობდა. საბოლოო დასკვნის მიხედვით კი ქალი შესაძლოა ჯაშუში იყო, რომელიც გამოაშკარავეს და ტყეში მოკლეს. ეს ქალი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე იდუმალებით მოცული ადამიანია. 1972 წელს ეს მამაკაცი მისივე ცოლთან და 3 შვილთან ერთად ვიეტნამის ერთ-ერთ სოფელში მშვიდად და ბედნიერად ცხოვრობდა. მანამ სანამ ამერიკელმა ჯარისკაცებმა მისი სოფელი არ დაბომბეს.
რის შედეგადაც ჰოვანტანს ცოლი და 2 შვილი დაეღუპა. იმის მაგივრად, რომ ჰოვანი დეპრესიაში ჩავარდნილიყო ან დანაკარგზე ფოკუსირებულიყო, მან გადაწყვიტა ეზრუნა თავის პატარა შვილზე, რომელიც გადარჩა და გაქცეულიყო. მან კარგად იცოდა, რომ მისივე ჩაფიქრებული გეგმით ძალიან დიდი ხანი ვეღარ ნახავდა ცივილიზაციას. მამაშვილის გაქცევიდან ზუსტად 41 წლის შემდეგ, კერძოდ 2013 წელს ადგილობრივებმა ჯუნგლებთან ახლოს შეამჩნიეს 2 ადამიანი, რომლებიც ცივილიზაციას აშკარად ჩამოშორებულნი იყვნენ. რა თქმა უნდა, მათით ყველა დაინტერესდა, განსაკუთრებით კი მედია. როდესაც ჟურნალისტებმა მათთან კომუნიკაციის დამყარებას სცადეს, მამაშვილმა საუბარი დაიწყო იმ იარაღებზე, რასაც ისინი იყენებდნენ თავის გადასარჩენად. ისინი აღტაცებულნი იყვნენ ცივილიზებული ადამიანის ნახვით, ამიტომ გადაწყვიტეს ჟურნალისტებისთვის თავიანთი ყოველდღიური ყოფა უფრო ახლოს გაეცნოთ. ამისთვის კი ისინი წაიყვანეს შუაგულ ჯუნგლებში. ჰოვანტანი და მისი შვილი ჰოვან ლონგი გაოცებულნი იყვნენ იმ ფაქტით, რომ უკან შეეძლოთ დაბრუნება, რადგან მათ წარმოდგენა არ ჰქონდათ იმის თაობაზე, რომ ომი უკვე დიდი ხნის დამთავრებული იყო. ლონგი ისე გაიზარდა, რომ არაფერი იცოდა სხვა ადამიანების შესახებ და მამამისაც ამაზე რატომღაც არაფერი უთქვამს. მისი გადარჩენის ინსტინქტები მაღალ დონეზე იყო და ამ ყველაფერს დოკუმენტურ ჯგუფსაც უზიარებდა. მათ ერთად 5 დღე გაატარეს, რა დროშიც ბიჭმა ის აჩვენა, რაც ჯუნგლებში ისწავლა. ეს იყო ნადირობა, ცეცხლის დანთება, თევზაობა, ხორცის მომზადება და ასე შემდეგ. მამაშვილს საკმარისი ცოდნა ჰქონდა იმისთვის, რომ ჯუნგლებში თავი გადაერჩინათ. ისინი იდეალურად ფლობდნენ ისეთ უნარებს, როგორიცაა თავშესაფრის აგება, კალათების დაწვნა და ნებისმიერი სხვა რამ, რისი გაკეთებაც ფოთლებით და ხის ქერქით შეეძლოთ. საბანაოდ ჩანჩქერებს და მდინარეებს იყენებდნენ. ლონგს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, თუ როგორია ჯუნგლებს იქეთ ცხოვრება. ის თითქოს სხვა სამყაროში მოხვდა. ბიჭმა მშობლიური ენა თითქმის არ იცოდა, მაგრამ რამდენიმე სიტყვა ნასწავლი ჰქონდა მამისგან. ასევე არც ქალის არსებობის შესახებ იცოდა არაფერი. და მხოლოდ თვითმფრინავს ხედავდა ხოლმე, რასაც ალბათ როგორც დიდ ჩიტს ისე აღიქვამდა. მან არაფერი იცოდა დროის შესახებ, გარდა იმისა, რომ მზე ჩადის და მთვარე ამოდის. ასევე არ ესმოდა, როგორ შეიძლებოდა მზის და ცეცხლის გარდა სხვა რაიმეც ყოფილიყო ენერგიის წყარო. ლონგმა და ტანმა ფუჭად გალეული 4 ათეული ჯუნგლებში, სხვა ქოხებში გაატარეს და ეს ქოხები ერთი და იგივე მთაზე იყო აგებული. ისინი ყოველ ჯერზე ადგილის შეცვლისას ახალ ქოხს აგებდნენ. ქოხები ხეზე იყო აშენებული მიწისგან შორს, რის გამოც მათ საშუალება ჰქონდათ წყნარად დაეძინათ საფრთხისგან მოშორებით, მაგრამ უნდა ითქვას, რომ მათი საკვები უფრო მრავალფეროვანი იყო, ვიდრე ციხეში პატიმრებს აქვთ. ბოსტნეული ხილი, მრავალი სახეობის ხორცი, ვირთხები, გველები, ჩიტები, ღამურები, თევზები, მრავალნაირი სახის საკვები ერთ სივრცეში. ეს მცირე სახეობაა ხორცის არის იმოპოვებაც მათ შეეძლოთ და რასაც ყოველდღიურად მიირთმევდნენ. წყალს ახლონდებარე ნაკადულებიდან და მდინარეებიდან სვამდნენ. ასევე ისწავლეს, რომ მონადირებული ცხოველის სხეულის არც ერთი ნაწილი არ უნდა გაფუჭებოდათ და ხორცის შენახვაც იცოდნენ. ისწავლეს, როგორ გაეკეთებინათ ისეთი გამოსადეგი ნივთები, როგორც არის დანა, ჩანგალი. ტანსაცმელსაც კი აკეთებდნენ ხის ქერქისგან. იმის გამო, რომ ლონგმა ჩვილობისას დატოვა სოფელი, მას არ ესმოდა ისეთი მარტივი რაღაცები, რასაც ჩვენ ყოველდღე ხვდებით ცხოვრებაში. ბიჭს არ ჰქონდა ხალხთან ურთიერთობის გამოცდილება, რადგან ის მამამისის გარდა ვერავისთან ურთიერთობდა. ასევე არც ახლობლის დაკარგვა იყო მისთვის ნაცნობი. მალევე რაც ჯუნგლებიდან გამოაღწიეს, ლონგი დიდ განსაცდელს შეხვდა, მისი ავადმყოფი მამის სახით. მას უწევდა ეზრუნა მამაზე, რომლის ჯანმრთელობაც დრო-და-დრო უარესდებოდა. ბოლო წლებში ჰოვანტანის მენტალური ჯანმრთელობაც უარესი იყო. ის უკვე 90 წელს იყო მიახლოებული. რთული წარმოსადგენი არაა, თუ როგორ გაუჭირდებოდა ადამიანის ორგანიზმს 40 წლის განმავლობაში გადარჩენისთვის ბრძოლა და ყველა იმ დაბრკოლების გადალახვა, რასაც შესაძლოა ჯუნგლებში შეხვდა. ერთხელ ანერვიულებულმა ბიჭმა ღამით გაიღვიძა და შეშფოთებული თავს იწყნარებდა, რომ მამამისი კიდევ ერთ ღამესაც გადალახავდა. როდესაც ლონგი პატარა იყო, მან ტელევიზორის ნაწილი იპოვა. მამამისმა აუხსნა, თუ რა იყო ეს და ბიჭსაც ინტერესი გაუჩნდა, კვლავ ენახა ტელევიზორი, ოღონდ მუშა მდგომარეობაში. საბოლოოდ როგორც იქნა, მან აიხდინა ოცნება და ნახა ეს ეგრეთ წოდებული ყუთი, რომელიც ადამიანებს აჩვენებდა. ბიჭმა იცოდა, რომ ის ადამიანები ყუთში არ ისხდნენ, როგორც არ უნდა იყოს, ბიჭი გაოცებული და გახარებული იყო ნანახით. ლონგმა ცივილიზაციასთან ადაპტირება დაიწყო. მაგრამ დიდად არ გაჭირვებია, რადგან ის თავის სახლისგან, ჯუნგლებისგან არც ისე შორს იყო. ის ისევ იქ იზრდებოდა, სადაც ბავშვობაში იყო უბრალოდ, ახლა მისი სოფელი ბევრად გაუმჯობესებულია. მას ჯერ კარგად არ ესმის საზოგადოებრივი ქცევის წესები და ხალხთან ურთიერთობა. მისთვის უცხო იყო იუმორის გრძნობა, თმის შეჭრა, მზა პროდუქტების მაღაზიაში ყიდვა,
ტანსაცმელი და ასე შემდეგ. მამას დიდად არ მოსწონს სოფელი. ალბათ ჯუნგლებში დაბრუნება ურჩევნია, რადგან დიდი ალბათობით ჰოვანდან სოფელი დაკარგულ ცოლ-შვილს ახსენებს და ტკივილებს უღუიებს. რაც შეეხება ლონგს, მან ისწავლა ცხოვრებისეული პატარა გაკვეთილები და ისიც თუ როგორ უნდა ისიამოვნოს ცხოვრებით. ჩნდება კითხვა, სად არიან ახლა ისინი? 6 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მათ ჯუნგლები დატოვეს და ჟურნალისტებმა 6 წლის შემდეგ გადაწყვიტეს მოენახულებინათ ეს ორი მამაკაცი. ჟურნალისტების ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა ალვარო კორეზომ გადაწყვიტა ლონგთან შეხვედრა. მან წაიყვანა ბიჭი მიტოვებულ კუნძულზე, რომ მისი საქმის შესახებ გაეგო. კორეზომ ლანგი პირველად ამგზავრა თვითმფრინავით. მან დიდი ემოციები გამოხატა და მისთვის ეს დაუვიწყარი შეგრძნება იყო. ის გააოცა იმ ხედმა, რომელიც თვითმფრინავის ილუმინატორიდან იშლებოდა. აყვავებული ფერადი ხეები და ლურჯი წყალი, რომელიც გარს ურტყამდა კუნძულს. ვით შეუყვარდა ეს ულამაზესი სანახაობა. როდესაც ლონგმა ფეხი თვითმფრინავიდან ჩამოდგა, თითქოს სახლში იგრძნო თავი, თუმცა ოდნავ სხვანაირ სახლში. ქოქოსი, რომელიც უხადესხა აქ ხეს ჯუნგლებში არ ენახა. კუნძულმა ამ ეგზოტიკური მცენარის დაგემოვნების საშუალება მისცა. 2 დღის განმავლობაში ბიჭი უზომოდ გახარებული იყო იმ სანახაობით, რაც მას ამ კუნძულზე დახვდა და იმის მაგივრად, რომ გარემოთი სიამოვნება მიეღო და დაესვენა, ბიჭმა პროდუქტიულად ყოფნა ამჯობინა. მან კოცონის დანთება და ხეებზე ძრომიალი დაეწყო, რათა ქოქოსი მოეპოვებინა. იმის გამო, რომ მას არასდროს უნახავს ზღვა და მხოლოდ მდინარეებიდან და ნაკადულებიდან სვამდა წყალს, გადაწყვიტა ზღვის წყალიც დაეგემოვნებინა. ლონგმა დალევისთანავე გადმოაფურთხა წყალი უკან, რადგან ზღვის წყალი მლაშე იყო. ლონგს ეგონა, რომ ყველა კუნძული დაცურავს. დიახ, მას ეგონა, რომ კუნძულები ზღვაში კონკრეტული მიმართულებით მოძრაობდნენ. ამის გამო კი ცოტა შეშინებული იყო. მას ეგონა, რომ კუნძული შეიძლებოდა ნებისმიერ დროს ჩაძირულიყო და შიშისგან ვერ იძინებდა. მათი მოგზაურობის შემდეგ კორეზომ ლონგი წაიყვანა ქალაქში. სწორედ ქალაქში ნახა მან პირველად ცათამბჯენი. სასტუმროში შესვლისას მან თვალი არ მოაცილა ფანჯარას. ის ხედით დიდად აღფრთოვანებული არ იყო. მას უკან დაბრუნება უნდოდა, რადგან სიმაღლე დისკომფორტს უქმნიდა. ალბათ გაინტერესებთ, რა დაემართა მამამისს. საბედნიეროდ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ჰოვანისგან ვისწავლოთ და ის გამოცდილება გავიზიაროთ, რასაც ეს მამაკაცი ჯუნგლებში შეხვდა. მასზე დოკუმენტურ ფილმს იღებენ და როგორც ცნობილია, ფილმის სახელი ადამიანი ტარზანი იქნება. საბოლოოდ ლონგი ადაპტირდა ცივილიზაციასთან, თუმცა ის უკან ჯუნგლებში ბრუნდება ხოლმე და ვიდეოებს იღებს იმასთან დაკავშირებით, რასაც განვლილ 40 წლის მანძილზე აკეთებდა გადასარჩენად. მას სიამოვნებს თავისი გამოცდილების გაზიარება ხალხისთვის და ხალხიც გაოცებულია მისი არაჩვეულებრივი თევზაობის ტექნიკით. ლონგმა ბევრი რამ ისწავლა ჯუნგლებში ცხოვრებისას. მაგალითად, ისეთი რაღაცები, რის სწავლის შანსიც არ ქონია უმეტესობას. ჩვენ ინტერნეტის დახმარებით უამრავი რამის გაგება და სწავლა შეგვიძლია, რაც ლონგს არ ჰქონდა ჯუნგლებში. ჩვენ საშუალება გვაქვს ახლოდან შევხედოთ იმას, თუ როგორ ადაპტირდება ზრდასრული მამაკაცი ჯუნგლებში. როგორც ჰოვანდანის და ჰოვანდ ლონგის მაგალითებიდან ჩანს, ადამიანს შეუძლია ყველანაირ პირობებთან შეგუება. თქვენ როგორ ფიქრობთ, შეძლებთ ასეთ გარემოში ცხოვრებას, ყოველგვარი დახმარების გარეშე? ან შეგიძლიათ გამორთოთ ტელეფონი მთელი კვირით ისე, რომ ჭკუიდან არ შეიშალოთ? მოდით ახლა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილს შევეხოთ და ფულზე ვისაუბროთ. იცოდით, რომ არსებობს ქვეყანა, სადაც ყველა მილიონერია, ან მილიარდერი. იქ ფული ქუჩაში ღრია. დიახ, არ მოგესმათ, ამ ადგილზე ძალიან ბევრი ფულია. განაგრძე ვიდეოს ყურება და ნახავ თუ რატომ ვამბობთ ამას. ალბათ ზოგიერთ თქვენგანს პატარაობაში გიოცნებიათ, რომ გქონოდათ ფარული სუპერძალა, რომლის მეშვეობითაც ფულს ან ოქროს მონეტას გააჩენდით. ბავშვების ნაწილს ამაზე ერთხელ მაინც უოცნებია. უფრო მცირე ნაწილს კი ბანკის ძარცვა, მდიდარი ადამიანების დაყაჩაღება ან ბოროტებისთვის ფულის წართმევა ჰქონდა ოცნებად. თუმცა მას შემდეგ, რაც იზრდები, ხვდები, რომ ეს ყველაფერი კარგად ჟღერს, თუმცა არაკანონიერია და ცუდია. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ ადამიანს სულაც არ ადარდებს მსგავსი საქმე, არის თუ არა საერთოდ ეს კანონიერი, ან შეიცავს თუ არა საფრთხეს. მოდი 2 წლით უკან გადავინაცვლოთ. 2021 წელს ჯავშან ტექნიკით დაცული სატვირთო მანქანა სან-დიეგოს გავლით მიემართებოდა ფედერალური ბიუროსკენ. მანქანა დიდი ოდენობის ქეშით იყო დატვირთული. ფული ბიუროს ეკუთვნოდა. მოულოდნელად სატვირთო ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა. უეცრად მანქანის უკანა კარებიდან ერთ-ერთი გაიხსნა და იქ არსებული უამრავი ოდენობის ფული მთელ მაგისტრალზე მიმოიფანტა. ალბათ არაა გასაკვირი თუ ვიტყვით იმას, რომ მაგისტრალზე მალევე შეფერხდა მოძრაობა. შეიქმნა საცობი, ხალხმა ჭკუა დაკარგა ფულის დანახვისას და მთელი ქაოსი იყო. მიყოლებით აჩერებდნენ მანქანებს, შუა მაგისტრალზე გადმოდიოდნენ და ცდილობდნენ შეძლების დაგვარად მეტი ფულის შეგროვება.
შეგროვებას. ზოგიერთი მათგანი დოლარების წვიმის იმიტაციას აკეთებდა, ზოგიც დოლარებისგან მარაოს აკეთებდა, სხვები ვიდეოს იღებდნენ და სოციალურ ქსელებშიც ტვირთავდნენ. თავმად შეიძლება ითქვას, რომ ფულმა მათ ჭკუა დააკარგვინა. მსგავსი შემთხვევა მანამდეც მოხდა. ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ 2019 წელს ჯორჯიის შტატის დედაქალაქ ატლანტაში. პოლიციის ოფიცერის სატვირთო მანქანას $175,000 გადაჰქონდა, თუმცა აღნიშნულმა თანხამ დანიშნულების ადგილამდე ვერ მიაღწია და ქუჩაში გაიფანტა. მიახლოებით იქაც იგივე სიტუაცია იყო, რაც ზემოთ მოხსენებულ მაგისტრალზე. მანქანები გაჩერდა, ხალხიც მალევე შეგროვდა და ყველა ცდილობდა მაქსიმალურად ბევრი თანხის აღებას. 2018 წელს ინდიანაპოლისის მახლობლადაც მოხდა ასეთი შემთხვევა. სატვირთომ $600,000 გაფანტა მაგისტრალზე. რა თქმა უნდა, ფულის დანახვაზე ხალხი აქაც გაველურდა. ადამიანთა უმრავლესობა პანიკური სიჩქარით ცდილობდა უფრო მეტი და მეტი ფულის შეგროვებას. თუმცა ალბათ მათ ვერ გაამტყუნებ. დიდი ალბათობით ვერც ერთი ადამიანი მით უმეტეს გაჭირვებული ვერ შეხვდება მსგავს ამბავს უემოციოდ და უმოქმედოდ. თქვენი აზრით, მართლა ესე მარტივად შერჩათ ამ ადამიანებს თანხა, რომელსაც ასე ხარბად ეწაფებოდნენ? მართალია დოლარები სამივე შემთხვევაში ქუჩაში იყო გაფანტული, მაგრამ ეს ხომ უბრალოდ ასე ვთქვათ ინციდენტი იყო და რეალურად თანხა ვიღაცის ან რაღაცის ოფიციალურ კუთვნილებაში გახლდათ. ცოტათი მეტად კანონიერი კუთხით რომ შევხედოთ, ამ ფულის აღება, ანუ იგივე მოპარვა ზუსტად იმის ტოლფასია, რომ ვიღაცას პირდაპირ დაეყაჩაღებინა ჯავშან ტექნიკით აღჭურვილი სატვირთო და გაეძარცვა. ალბათ უკვე მიხვდით რის თქმასაც ვაპირებ. დიახ, ადამიანებს, რომლებმაც სატვირთოდან გადმოფანტული ფული მიისაკუთრეს, ეს ფული არ შეერგოთ, ყველა საზღვევინა პოლიციამ. პოლიციამ თითოეულ მათგანს მიაგნო და რა თქმა უნდა შესაბამისი ჯარიმაც გამოუწერა ან ფული დააბრუნებინა. ალბათ გახსოვთ ვიდეოს დასაწყისში, რომ ქუჩაში მიმოფანტულ 4 მილიონზე ვისაუბრეთ, რომელსაც არავინ ეკარება. იქნებ სწორედ იმიტომ არ უნდა ხალხს მისი აღება, რომ პოლიციის ეშინიათ. კარგი ვერსია, თუმცა ეს ასე არაა. ამ ადამიანებს არანაირი პრობლემა არ ექმნებათ სამართალდამცავების მხრიდან თუ აიღებენ ამ თანხას. წარმოიდგინეთ, ზოგი ფულს აგროვებს და შემდეგ მოტოციკლიდან გზადაგზა ნენელა ფანტავს. თუმცა არავის ადარდებს, იქაურებს რეაქციაც კი არ აქვთ ფულის დანახვაზე. მოდი საბოლოოდ გავცეთ მთავარ კითხვას პასუხი და გავიგოთ რა ხდება იქ რეალურად. პასუხების მისაღებად მოდი გადავინაცვლოთ წარსულში. შესაძლოა იფიქროთ, რომ ამ ისტორიას კავშირი არ აქვს ზემოთ აღნიშნულ ფაქტებთან, თუმცა მალევე დაინახავთ, რომ პასუხს მხოლოდ წარსულში მომხდარი გაგცემს. პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე გერმანია იყო საერთაშორისო შეთანხმების სახელად ოქროს სტანდარტის ნაწილი. სიტუაცია კი მდგომარეობდა შემდგომში. 1876 წლის 1 იანვრიდან მოყოლებული გერმანული მარკა გახდა ერთადერთი ლეგალური ფასიანი ქაღალდი. 1914 წლამდე მარკა თითქმის ოქროს სტანდარტზე იყო. 2790 მარკა უდრიდა 1 კილოგრამს სუფთა ოქროს. ცოტა უფრო მარტივი გასაგები რომ იყოს, ასე ვთქვათ, დაახლოებით $21,000 გამოდიოდა მაშინ 1 კილოგრამი სუფთა ოქრო. ოქროს საერთო ფასის გათვალისწინებით დღეს $150,000-დან შეიძლება ვერ იყიდო 1 კილოგრამი ოქრო. ოქროს სტანდარტად წოდებულმა საერთაშორისო შეთანხმებამ საგრძნობლად შეაჩერა ქვეყანაში ფულის ხარჯვა, იმაზე მეტად ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო. ამის დადებითი შედეგი კი ის გახლდათ, რომ ეკონომიკა შესამჩნევად სტაბილური გახდა. მოკლედ რომ ვთქვათ, სტაბილურობის ხანა ყვაოდა, თუმცა ამ ყველაფერმა დიდხანს ვერ გასტანა. ოქროს სტანდარტს დამანგრეველი ზიანი მიაყენა პირველმა მსოფლიო ომმა. 1914 წელი ქვეყნებს ძალიან ძვირად დაუჯდათ და როგორც მოსალოდნელი იყო, ოქროს სტანდარტად წოდებული საერთაშორისო შეთანხმება მალევე გაუქმდა. ქვეყნები იძულებულნი გახდნენ, რაც შეიძლება მეტი ფული, ანუ გერმანული მარკა დაებეჭდათ იმისთვის, რომ შესაბამისი საბრძოლო აღჭურვილობით მოემარაგებინათ საკუთარი ქვეყანა. გერმანიაც უამრავ ფულს ბეჭდავდა ამავე მიზეზით, თუმცა 1918 წელს სწორედ მაშინ, როდესაც საზარელი ომი დამთავრდა, ცნობილი გახდა, რომ გერმანიამ წააგო. მოკავშირე ქვეყნებმა გერმანიას ვალის გადახდა მოთხოვეს იმისთვის, რომ სხვა ქვეყნებისთვის მიყენებული ზარალი აენაზღაურებინათ. ვალის რაოდენობა კი ჩვენს ფულზე დაახლოებით $350 მილიონ შეადგენდა. რას გააკეთებდა გერმანია ვალის დასაფარად, სხვას თუ არა უფრო მეტი ფულის დაბეჭდას. რა თქმა უნდა, ფული უბრალოდ ქაღალდია და სხვა არაფერი. არანაირი აზრი არ აქვს მის ბეჭდას, თუ მას უკან ოქრო არ უმაგრებს ზურგს. სწორედ აქ დაუშვა გერმანიამ შეცდომა. ნელ-ნელა ინფლაციის დონე გაიზარდა და საბოლოოდ სავალალო შედეგებამდეც მივიდა. მაგალითისთვის 1922 წელს 1 პური 3 მარკა ღირდა, 1923 წელს 700, ხოლო 1923 წლისთვის მისი ფასი უკვე 80 მილიონს აღწევდა. დიახ, მსგავს პროცესს ინფლაცია ეწოდება.
ხდება. მოკლედ რომ ვთქვათ, მაშინ ყველა მილიონერი იყო, რადგან მილიონობით და მილიარდობით მარკა ჰქონდათ, თუმცა გაუფასურებული. მარკებს სხვა დანიშნულებითაც იყენებდნენ, ზოგჯერ წვავდნენ, თბებოდნენ. ბავშვები უზარმაზარ კოშკებს ქვიშისგან კი არა ფულისგან აშენებდნენ და სათამაშოების მაგირადაც ხშირად სწორედ მარკებს აფუჭებდნენ. მოკლედ, მოდი ახლა დაუბრუნდეთ იმ კადრებს, რომლის გამოც ამ ვიდეოს ყურება დაიწყეთ. თუმცა მგონი პასუხის დეტალებში ახსნას აზრიც აღარ აქვს, რადგან თქვენით მიხვდებით, თუ რატომ ყრია ქუჩაში ფული ხელშეუხებლად. დიახ, ის უფასურია, მას ძალა არ აქვს. ზემოთ ჩვენ ინფლაციაზე ვისაუბრეთ, თუმცა ამ კადრებში მეტად ანომალური შემთხვევაა, რაც ძალიან იშვიათად ხდება და ამას ჰიპერინფლაცია ეწოდება. ჰიპერინფლაცია არის ტერმინი, რომელიც აღწერს ეკონომიკაში ფასების სწრაფ, გადაჭარბებულ და უკონტროლო ზრდას. ინფლაცია ზომავს საქონლისა და მომსახურების ფასების ზრდის ტემპს. ჰიპერინფლაცია კი სწორედ მზარდი ინფლაცია, რომელიც როგორც წესი თვეში 50%-ზე მეტს აღწევს. მიუხედავად იმისა, რომ ჰიპერინფლაცია იშვიათი მოვლენაა განვითარებული ეკონომიკებისთვის, ის მაინც ყოფილა ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ჩინეთი, ზემოთ ნახსენები გერმანია, რუსეთი, უნგრეთი და საქართველოც კი. ალბათ წინათაობას ეს პერიოდი კარგად ახსოვს. ჩვენი ვიდეოც ასე მიიწურა. გმადლობთ, რომ ბოლომდე უყურეთ. აუცილებლად გამოიწერეთ არხი და გააქტიურეთ ზარის ღილაკი. ასე თქვენ არასდროს გამოგრჩებათ ახალი და აი ასეთი ძალიან საინტერესო ვიდეო ჩვენს არხზე. დროებით.